ქრისტეს მიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩეული ვართ, როცა ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთისმადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოსა და ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას, ვინც არის საქართველოში. დღეს ჩვენ უსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როცა ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როცა ადამიანი დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში წერია პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღე გრძელი იყო გეყოლოს ზედა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს. როცა ადამიანი გრძობს თავის დანაშაულს და მოინანიებს, ეუფალო მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა თვისა ჩემისა. ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები, რომელიც მას ჩაუდენია, ის ცოდვები გადმოდის იმაზე, ვინც განიკითხავს. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევა, როცა ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს. მინდა საუკეთესო სურვილებით მიულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდამზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი მინდა მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
მთელი გულით ულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს მშვიდობას იცავენ. ულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი. ახალ წელს ულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მშვიდობას და წარმატებას უსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შეუქმნათ ამისათვის. ჩემო ძვირფასებო, ახალი 2018 წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია, სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და ამავე დროს საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს, სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ. წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან, ადგილიდან, რომელიც თოვს ახალ წელს ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი ამავე დროს ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე, სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას. ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობას, სიკეთეს, ახალ გამარჯვებებს გისურვებთ ყველას. მრავალ ახალ წელს დაესწართ.